დასავლეთ საქართველოში ამ დრომდე გადაუღებლად თოვს თითოვლობამ პრობლემები იმერეთში შექმნა. მუნიციპალიტეტების ნაწილში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს. მაღალმთიანი ზონის 159 სოფლამდე მისვლა ისევ ვერ ხერხდება. შეფერხებულია ელექტროენერგიის მიწოდება და გაზმომარაგება. სკოლების და ბაღების უმრავლესობაში საგანმანათლებლო პროცესი შეჩერებულია. გზების გაწმენდითი სამუშაოები კი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მადლობა მინდა გადავუხადო კერძო სექტორს, რომელმაც თავისინებით გამოგვიყო სპეციალური ტექნიკა, რამაც საშუალება მოგცა კიდე უფრო დამატებითი რესურსით გვიმუშავა ქალაქში ქუჩების გასაწმენდად. იმერეთში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა 46 ერთეული ტექნიკა, მათი მუშაობის ეფექტურობას აძლევდა ძლიერი ქარბუქი. ამჟამად დილიდან მუშაობს 158 ერთეული ტექნიკა, რომლებიც წმენდნენ როგორც ქალაქის, ასევე სოფლამდე მისასვლელ გზებს. ამ წუთის მდგომარეობით ჩაკეტილია 159 სოფელი, ელექტროენერგია არ მიეწოდება 30,000-მდე აბონენტს, ასევე შეწყვეტილი აქვთ ბუნებრივი გაზის მიწოდება 237 აბონენტს. ინტენსიურად იწმინდება ქუჩები და სოფლებამდე მისასვლელი გზები ბაღდათის მუნიციპალიტეტშიც. მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობას საკვებსა და მედიკამენტებს მაშველები აწვდიან. ბაღდათის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ბაღდათის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა გადაუღებლად თოვს, მობილიზებულია ტექნიკა, მაგრამ თოვლის სიხშირის გამო რთულდება გაწმენდილი გზების შენარჩუნება. სოფლებში გაშვებულია ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მაგრამ როგორც აღნიშნე, რთულია გაწმენდილი გზების შენარჩუნება. პროდუქტი მივაწოდეთ ჩვენ ამდენიმე მოსახლეს, რომელმაც შეგვატყობინა მათი გაჭირვება, ასევე მივაწოდეთ მედიკამენტები, ამდენიმე მოსახლეს დიდთოვლობის გამო ჩამოენგრა სახურავი და ისინი გადავიყვანეთ დროებით საცხოვრისებში და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მოსახლეობამ არ იგრძნოს სტიქიის შედეგები. გზები იწმინდება თავისთავად. მუშაობს მერის ყველა სამსახური, თქვენს ნახავთ, რომ იმოძრავს თან ასანავე. ხალხს არ ეშინია, მაგრამ არ გვიშვებს, ბუნებას ვერ შევეწერ აღდგებით, თოვს და თოვს. გაჩეგულია ჩვენი ძალების და მთავრობის დახმარების, რა თქმა უნდა, ყველას მადლობა. მუშაობს ტრანსპორტი, ტრაქტორები და წმინდაბენ შეძლების დაგვარად. წყალიც არის, შეფერხებით არის, მაგრამ მაინც არის ელექტროენერგია ნამდვილად არ შეწყვეტილა. ძალიან დიდი ხანია რომ არ ყოფილა ასეთი უხვინალეთი ბაღდათში, ალბათ წლების წინ იყო, გვირაბი მაქვს გაყვანილი სახლთან მისასვლელი. გვირაბი, აი ძლივს გამოვაღწიე გუშინ და დღეს სახლიდან. სიმართლე გითხრათ, მე არ დამჭირვებია. მე ის სამსახურს დავკავშირებოდი, იმიტომ რომ ჯერჯერობით უმკლავდები. იქ უფრო მუშაობენ ძირითადად ისეთ ხაზებზე, სადაც უფრო აუცილებელია. სტიქიას ებრძვიან სამეგრელოშიც დიდთოვლობის გამო ზუგდიდის 7 სკოლაში სასწავლო პროცესის შეწყდა. ცალკეულ უბნებს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. აღდგენითი და გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მობილიზებულია სპეცტექნიკა და ცოცხალი ძალა. ზუგდიდის მერიაში ამოქმედებულია ცხელი ხაზიც. დიდთოვლობის გამო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს, მიმდინარეობს ადმინისტრაციული ერთეულების შიდა საუბნელ გზების მოწესრიგება, ადამიანური რესურსი მობილიზებულია და ქალაქის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა არის პრობლემები და გამოწვევები. 7 საჯარო სკოლაში შეწყდა სწავლა, რამოდენიმე საბავშვო ბაღში ბავშვები არ გამოცხადდნენ. ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს ენერგოპრო ჯორჯიასთან, რადგანაც არ მიეწოდება ელექტროენერგია რამოდენიმე სოფელს. დიდთოვლობაა რაჭაშიც, ონსა და ამბროლაუში შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. იწმინდება ქუჩები და სამედიცინო პუნქტებამდე მისასვლელი გზები. მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოებიც. ამბროლაურის 16 სოფელს დენი ამ დრომდე არ მიეწოდება. მობილიზებულია ჩვენს ხელთ არსებული ყველა ტექნიკა, მიმდინარეობს როგორც ქალაქის, ასევე სოფლების მიმართულებით ცენტრალური გზების გაწმენდითი სამუშაოები. ასევე პრობლემა შეიქმნა 16 სოფელში, სადაც ელექტროენერგია არ მიეწოდება. ენერგოპრო მობილიზებულია, დაწყებულია სამუშაოები. გურიაში, ქობულეთში, ვანში, ხონში, მარტვილსა და აბაშაში სოფლების ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. რის გამოც ენერგოპრო ჯორჯიას თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. დაზიანების ადგილებამდე მისვლა მათ ფეხით უწევთ, თუმცა ზოგიერთ ადგილთან მიახლოება ფეხითაც ვერ ხერხდება.
მობილიზება კომპანიამ დაიწყო სტიქიის დაწყებისთანავე და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ართულებს აღდგენითი სამუშაოების თოვლის საფარი, სადაც ფიზიკურად ვერ შევდივართ, არის ეგეთი ადგილები. ცირთულები ამ ეტაპისთვის არის განსაკუთრებით გურის რეგიონში, უფრო მეტად ზურგეთის მუნიციპალიტეტში, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში. გვიშინ დაიწყო ინტენსიური თოვა სამეგრელოს მუნიციპალიტეტში, სადაც ასევე შეიქმნა გარკვეული შეფერხებები. შეზღუდვები მოქმედებს საავტომობილო გზებზეც. სვავის ჩამოწოლის შემდეგ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია. თუმცა დასავლეთ საქართველოს მიმართულებით სარკინიგზო მინოსვა კვლავ შეჩერებულია.